მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს გავაკეთოთ ჩვენი საყვარელი გაშლა ურთიერთობის პერსპექტივა. ხო, ნახოთ ახლა რამდენიმე დაჟე პერიოდს ჩავაქსოვებ მე აქ. როგორ იქნება, რა იქნება. მოდით ვნახოთ ახლა რა ხდება. ეს დასდასაც წავიდა. ერთი დასდა მინდოდა. ვნახოთ ახლა ჩვენ. ეხლა ჯერ ნახოთ რა ხდება ადგონის ურთიერთობაში. აი, რაღაც ის დასდა მინდოდა, მარხუშს. Так, რა ხდება ეხლა? Так, ჩემო სიხარულებო, ვისთვის იქნება ეს გაშლა? ეგრევე გეუბნებით. იმათთვის, ვის უკვე არის აქ არ იქნება ურთიერთობა ახალი. ну შეიძლება იმიტომაც არის რომ პერსპექტივა გაინტერესებთ, იმიტომ რომ აქ არის ურთიერთობა, სადაც ადამიანები დიდი ხანია უკვე ამ ურთიერთობაში არიან, მუშაობენ ამ ურთიერთობაზე და მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ამ ურთიერთობაში არის ეხლა საკმაოდ დიდი სიყვარული. იმის მიუხედავად, რომ ბევრი რა, იმის მიუხედავად კი არა, პირიქით, იმის გამო, რომ ადამიანები დიდი ხანია მუშაობენ ამ თემაზე. აქ ბევრი რამ შეიძლება ყოფილიყო ამ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, აქ არ არის ეს პერიოდი, რომ აი, ну ეს სიტუაცია რომ არ იქა და არაფერი არ ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში, ან ძნელი, ან რთული, ან რაღაცა და ეგრევე ყველაფერი გახდა კარგი. არა. აქ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და მაგათთვის ეს ურთიერთობა არის ორივესთვის მნიშვნელოვანი. ორივენი მუშაობენ ამ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცა უკვე გამოიარეს და შემიძლია ვთქვა, რომ მაგათ აი ეს ზუსტად ეს მომენტი, როცა ადამიანებისთვის ორივესთვის არის მნიშვნელოვანი ეს სიტუაცია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ანუ საჯარო გაშლა და უკვე კორწინებაში ხართ დიდი ხანია, მაგრამ ეს აი აქ ახლა მე ვერ ვხედავ ამ წუთში, ხო, რომ გქონდეთ ადამიანებს რამე პრობლემა. აი თქვა, ну, რაც ეხება სიყვარულს, მოდით ასე რომ ვთქვა, ხო? იმიტომ რომ აქ არის ძალიან მაგარი ზრდა. აქ ადამიანები იციან, რომ ანუ ერთმანეთისთვის არიან ძვირფასები რა. და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ну ყოველ შემთხვევაში აი ეს დღევანდელი ეტაპი, რაც მიაღწიეს, არიან მართლა ძალიან კარგად. აი ეს არის. თუ თქვენთან ეხლა არის რაღაცა აი ცუდი პერიოდები და რაღაცა, არა, აქ ანახეთ, ყველაფერს აკეთებენ სიყვარულისთვის, ნახეთ. იმის მიუხედავად, რომ აი როგორც გითხარით, გქონდათ სირთულეები, მოერიან ამ იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ ბედნიერად და აქ ძალიან დიდი როლი ითამაშა ქალმაც. ну რა თქმა უნდა, ახლა პრინციპში ეს კლასიკა, როცა ურთიერთობაში ყოველთვის ქალი ცდილობს, ქალი აკეთებს ყველაფერს, მერე უკვე კაციც რა თქმა უნდა იძულებული ხდება, რომ არჩევანი გააკეთოს და ან აყვეს ამ ქალს, ან არ აყვეს. აქ ამ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, რომ კაცისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ურთიერთობა და აი შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება აქ იყოს რამე ისეთი ცოტა უცნაურობა ამისთვის, ახლა შეიძლება არ იყოს აქ სტანდარტული ურთიერთობა. ну არასტანდარტულს მოდით ასე რომ ვთქვათ, ახლა ეს არის როცა რაღაც სხვაობები არის, როცა არის დაუშვათ ახლა გინდა ასაკში, გინდაც ახლა რელიგიაში, ну რაღაცებში რა არის სხვაობა და მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ამ ადამიანისთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანი არის ამ მეფესთვის, იმიტომ რომ ამას უყვარს ეს ქალი და ყველაფრის მიუხედავად და იმის როგორც გითხარით, რომ აქ იყო ბევრი რაღაცა, ნახეთ, დაბრკოლებებიც იყო, რაღაცა ფიქრებიც იყო, ну შეიძლება წინააღმდეგობაც იყო, ბევრი რამ გამოიარეს ამათმა, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე დღეს აქ არის კარგი ურთიერთობა და ეს არის ქალის დამსახურება, იმიტომ რომ მან შექმნა ეს ბედნიერება ამ წყვილში.
არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცასთან შეიძლება ეს даже კორწინებით დამთავრდა. აი, საჯარო გაშლა, აი ესეთი სიგნიფიკაცია. ზოგჯერ ახლა არის ხოლმე ისეთი მომენტი, რომ თქვა ადამიანს, აი კარგად გვაქვს, იმ დონეზე კარგად, ხო, რაღაცა ეტაპი, იმიტომ რომ რა არის, აი სირთულეები რომ მიდის, ახლა ეს კარმული ურთიერთობა, ნებისმიერ ურთიერთობა, მაგრამ სადაც განვითარება მიდის, სადაც ორივენი მონაწილეობენ, მაგრამ ქალის მაინც დიდი დამსახურება ყოველთვის რა. ეს 100 არის, რა ვქნათ ახლა, ხო? რომ ურთიერთობა მუშაობს უკვე წლები და ვიცი, რასაც გეუბნებით, ხო? ბევრიც რომ თქვენ ახლა დააბრალოთ ბიჭს, ეს უკვე თქვენი ისე რა ვქნა გადაწყვეტილება, მაგრამ მე გეუბნებით, რომ აქ ხა ზოგჯერ არის, მე გეძლება რაღაცა პაუზა, აი თანახმად 10-იანები, აქ რაღაცას უკვე მიაღწიეს, მე არ გამიკვირდება, რომ შეიძლება სხვა რაღაც ეტაპზე წახვალ თქვენ ახლა, მაგრამ აქ უკვე შემიძლია თქვა, რომ ორივენმა იმუშავეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გინდა ეზოტერიკულად, გინდა ფსიქოლოგიურად, როცა ორივესთვის არის ურთიერთობა ძვირფასი, მაგრამ ახლა რა ხდება, იცით, ნახეთ, აქ მე არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ ქალს გამოცდილება შეიძლება კონდეს, იმიტომ რომ აქ ბიჭმა ნახეთ, ყველაფრის მიუხედავად გააკეთა არჩევანი ქალისკენ, ხო? იმიტომ რომ აი ეს არის ზუსტად ეს მომენტები, როცა დავუშვოთ, ჩვენ ვიცით, ჩვენ კიდევ და კიდევ ამბობდა ვიტყვი, რა ვქნა, გინდათ მოგეწონათ და გინდათ არა, ჩემი ამოცანა დაგეხმაროთ. რატომ ვაკეთებ მე მატრიცასთან ერთად? იმიტომ რომ გაშლას, პირად გაშლას ყოველთვის, იმიტომ რომ იქ არის სულ ყველა პროგრამები პრინციპში, რომელიც უნდა გაიაროს სულმა, რისთვის მოვედი მე აქ, ხო? იმიტომ რომ ხდება ნახეთ ისეთი სიტუაციები, აი აქ, ხო? მე არ ვიცი, თქვა დაუშვათ, რატომ მე ვექცევი ადამიანს მაქსიმალურად კარგად, როგორც მე მგონია, მაგრამ მაინც არ ლაგდება სიტუაცია. აი ყველაფერს ვდებ ურთიერთობაში, ხო? ანუ მაგრამ არ ვითარდება, ან რაღაცა მაინც რაღაცა დაბრკოლება, ან რაღაცა პატარა რაღაცა მოხდება და ისე. და შეიძლება დაუშვათ, ეს გროვდება მერე, ეს არ მომწონს, მაგრამ მე არ ვფიქრობ იმას, რომ აქ даже შეიძლება პატარა რაღაცა ნიუანსი მოხდეს, ის გამოსწორდება და გაგრძელდება ურთიერთობა უფრო ნორმალურად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა, ან იმიტომ რომ არ ვიცით, ან არ გვინდა გავიგოთ, ან ვეწინააღმდეგებით სიტუაციას ვართ აყოლილების ჩვენ სოციუმს, რომ აი კაცს თუ უყვარხარ ასე იზავს, ქალს თუ უყვარხარ ისე იზავს და ამას გვავიწყდება ჩვენ, რომ ჩვენ ვართ ყველა ჩვენს ოჯახში დაბადებული, სადაც არის თავისი კანონები და წესები. ეგ არ ვიცით როგორ კაროჩე ბევრი რაღაცა არ ვიცით, ახლა აქ ლექციას არ წავიკითხავ მაგას ნამდვილად, ახლა უბრალოდ გეუბნებით, რომ აი ამ ყველაფრის გამო მე ხდება გაუგებრობა და ზოგჯერ ადამიანები ცვლიან პარტნიორებს, თავიდან ისე კარგად მიდის ურთიერთობა, მე ისე რაღაცა იგივე მომენტებზე შეიძლება თქვა და მე უკვე უბრუნდებიან და აი აქედან მე მოდის ეს თემა, რომ ყველა ქალი ერთნაირია, ყველა კაცი ერთნაირი, ეს შენთვის არის ყველა ერთნაირი, იმიტომ რომ ისე ეს კაცი შემოდის ამ თემებით, რასაც შენმა სულმა უნდა დაამუშავოს, ხო? მაგის მეშვეობით. იგივე კაცის თემაშიც. აი აქ უკვე თქვენი არჩევანი არის ზუსტად, თქვენ გინდათ ამისი გაგება თუ არ გინდათ. თუ არ გინდათ და აი თქვით რომ მოიცადე რა, მაშინ აღარ გითხოთ რატომ არ ვითარდება, იმიტომ რომ როცა ადამიანი გადის რაღაცებს, შეიძლება ახლა ერთ ადამიანთან ვერ გაიაროს, მართლა ყველა გაკვეთილებს, მაგრამ იმიტომ რომ დედამიწა არის სკოლა, უძნელესი სკოლა სულისთვის. გინდა ეჯეროთ, გინდა არ დაეჯეროთ, ეს არაფერს არ ცulis, ეს მასეა. და ეს ჩემი მოგონილი კიდე არ არის. და ეს არის მომენტი, რომ შეიძლება თქვა, აი აქაც მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება ადამიანმა, ან ერთი ადამიანთან შეიძლება გამოიარა ეს ყველაფერი და აი ამ სიყვარულმა გააძლიერა,
და მისცა საშუალება, რომ თქვათ მართლა მშვენიერ დღეს, როცა აი გაუჭირდა ძალიან და უკვე მართლა შეიძლება ისწავლა და გაიგო რა ხდება და უკვე მაგის და მიხედვით უკვე ასწორებს სიტუაციას და ამიტომ ალაგებს ურთიერთობას, შეიძლება სხვა ურთიერთობებშიც იყო ვიღაცა ესაჯარო გაშლა და მაგიტომ უკვე რაღაცა გამოიტანა დასკვნები და უკვე ამ ურთიერთობაში რვიანი არის აქ. რვიანი ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ადამიანმა რამდენი გზა გამოიარა და აი აქ უკვე იყო სიტუაცია, როცა კიდე ცოტა ან ცხრიანი და შვიდიანი, ანუ უკვე ადამიანი ისეთ მომენტში იყო, როცა უკვე სულ ცოტაც და მიხვდა რაც არის, მოერია ამ სიტუაციას და აი გამოვიდნენ ახლა ბედნიერებაში. აი ახლა მე გიყვები თქვენ, რატომ, როგორ შეიძლება, რომ აი აქ მიაღწიოს თქვათ ადამიანმა, თუ თქვენ ჯერ არ ახართ მიღწეული მაგ სიტუაციას და აი ფიქრობთ, რომ აი რა ვქნა, მე რა გავაკეთო, რომ აი ასე ვიყო ჩემ პარტნიორთან. აი ეს არის რა. რაც უფრო მალე გაიგებ შენ იმ პროგრამებს, რაც უნდა გაიარო, ხო? მით უფრო მალე შენ მიაღწევ იმას, რომ დაალაგებ ურთიერთობას პარტნიორთან. იმიტომ რომ კიდევ და კიდევ გეუბნე, გინდა ეწინააღმდეგოთ, გინდა თქვათ, რომ ეს სისულელია რაც არის, იქნებით და იბუქსავეთ თქვენით. არსებობს დღეს მილიონნაირი სიტუაცია და საშუალება, რომ თქვენ თავს დაეხმაროთ. თუ დაუშვოთ თქვენთვის რაღაცა ვინმეს თქვათ, გინდა ჩემი, გინდა სხვისი დახმარება, ძვირი, ესე იგი ჯერჯერობით არ ახარ თქვენ იმ დონეზე, რომ მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ეს მასია, რომ მე იმდენი ფული მაგადახდილია იმისთვის, რომ ვიყო ისე როგორც ვარ დღეს, რომ ზოგი შეიძლება მაგით ბინას იყიდდა. მე მაგალითად ვამჯობინე, რომ აი ასე ნელ-ნელა ჩამედო ჩემ ცოდნაში, რომ ყოფილიყავი ბედნიერად. ეს თქვენი არჩევანია, რა თქმა უნდა, მე მაგას ახლა ვერავითარ შემთხვევაში თქვენ ვერ დაგაცალებთ, ეს თქვენი თემაა და თან იმ პერიოდში ზუსტად როცა საერთოდ ფულიც არ მქონდა, მაგრამ აი ეს სურვილი, რომ მინდა ვიყო ბედნიერი, ხო? ის გაძლევს შენ ყოველთვის იმ შანსს და ფულსას და ყველაფერს, მაგრამ ჩვენზე დამოკიდებული. როცა ფული არ გაქვს, 10 ლარი ძვირია შენთვის, გაიგეთ? მაგრამ გააჩნია შენ რამხელა სურვილი გაქვს, მიხვდით? აი ესეც გინდა ფინანსებში და გინდა ურთიერთობაში. ეს არის თქვენზე დამოკიდებული ყოველთვის. რისთვის გაიმეტებთ თქვენ? და თქვენ როცა იქნებით ბედნიერი, ყველა იქნება თქვენს გარშემო ბედნიერი. და როცა იციან ხოლმე რომ არა მე ახლა შვილებში უნდა ჩავდო, შვილებში უნდა ჩავდო, ძმის შვილებში და მე აი მაშინ ითხოვ თქვენ ბედნიერებას. ეს ასე მუშაობს ჩემო სიხარულებო, ამაზე მე ყოველ დღეს სწავლობ ამ თემებზე, იმის მეუხვედავად რომ უკვე უამრავი გამოცდილება მაქვს. ვნახოთ ახლა ჩვენ რას ფიქრობს თქვენი საერთოდ პარტნიორი თქვენზე. ვნახოთ მისი ნამდვილი ძრახვები თქვენს მიმართ. როგორ არის დამოკიდებული თქვენს მიმართ, აქ შეიძლება გრძნობაც რა თქმა უნდა, ჩავახსოვოთ ჩვენ. შევხედოთ ჩვენ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა. აი უახლოს მომავალი არის, აი თქვათ ერთი თვის განმავლობაში ვნახოთ. შემდეგი ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა, დაუშვათ 2-3 თვის განმავლობაში, აი ესე გავაკეთოთ ჩვენ როგორც დიაგნოსტიკა, ხო? ეს რაღაც ძველი გაშლა ვიპოვე და მინდა რომ ვნახოთ ამით, ხო? შემდეგი ვნახოთ ჩვენ, აი დაუშვათ, როგორ იქნება დაუშვათ 9 წლის განმავლობაში. თუ გინდათ 1 წელი აიღეთ მაქსიმუმ, მეტი არა. ვნახოთ რამდენად მზად არის საერთოდ ეს ადამიანი, რომ ეს ურთიერთობა განვითაროს. და ვნახოთ საერთოდ, სად მიდის ეს ურთიერთობა. აი ესე. ვნახოთ, всё, დავარი არამერი ეს.
აქ, всё. რას ფიქრობს თქვენზე? ნუ ხო ხედა რა უნდა მე აი აქაც გითხარით უკვე ჩემი მოსწავლეები კი მიხვდებოდნენ თქვენ რო ძვირფასი ხართ იმიტომ რომ აქ 8-იანი 10-იანი შუაში აგერ 9-იანი რას ფიქრობს თქვენ რა თქვენი ადამიანი რა თქმა უნდა ის რომ თქვენ ხარ ძალიან პოზიტიური ადამიანი თქვენ ხარ ძალიან გამცემი ადამიანი თქვენ იცით თქვენი ფასი თქვენ გიყვართ თქვენი თავი თქვენ ვითარდებით, თქვენ ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ. ყველაფერი თქვენთან მოდის აი სიუხვეც და ბედნიერებაც ყველაფერი. ანუ აქ არის კიდე ისეთი მომენტი, როცა ადამიანმა თვითონ შექმნა თავისი თავი. იმიტომ რომ მოხდეთ ცხრიანში, ეს ძალიან მაგარია. ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ თუ ვერ გრძნობთ თავს მასე, მაგით თქვენ რო გიყურებს, ხდება რომ ეს ქალი არის აი ჩემი მზე, ჩემი მთვარე და ამ პლუს კიდე ანუ ყველაფერი მოდის მაგასთან ხელში. ძალიან აი ხო გეუბნებით აი სხვებსაც ეხმარება, ძალიან გამცემია, როგორც აი თითქოს აი ყველაფერში იღბლიანია ასე რომ ვთქვათ და ნუ აქ ყველაფერი თუ რამე შეიძლება ვთქვათ, კარგი, აი მაგას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. ნამდვილად აი მდიდარი ქალი ასე რომ ვთქვათ, ხო? მოდით თუ გინდათ ვკითხოთ, რატომ ასე ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი, იმიტომ რომ ხა ვიცი რომ ხა ზოგი გიტყვის რომ მე სადამ აქ მე ფული ასე რაღაცებს რო იცით ხოლმე. არა, აქ ხა ნახეთ, ეს არის როცა შევსებული ხარ, როცა საერთოდ ცხრიანი პენტაკლების არის, როცა ადამიანი არის ყველა მხრიდან კარგად გრძნობს თავს შინაგანად. გაიგეთ და ამას ხედავენ სხვები. ნუ ჩვენ ახლა მაგ პარტნიორზე ვეკითხებით, ხო, რატომ ფიქრობ მასე? აი ნახეთ, იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ ხარ ძალიან მშრომელი ადამიანი, თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რაღაცა იდეებს, თქვათ, აი შეიძლება ნუ სწავლობთ, ვითარდებით რაღაცას, თქვათ, ახლა სულ რაღაცა ახალი იდეებს ეძებთ, აი ძალიან ბევრს ვძდებთ თქვენს განვითარებაში, თქვენ შრომობთ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ნახეთ, აქ 8-იანი, 9-იანი, პრინციპში იმასაც იძახას, რომ შეიძლება თქვენი შრომამ უკვე თქვენმა შრომამ მოგცა თქვენი საშუალება რომ თქვენ იყოთ აი უკვე თქვათ ნუ უზრუნველყოფილი ხო ხდებით რა ყოველ შემთხვევაში ის რაც თქვენ გინდა თქვენ გაქვთ მაგრამ აქ ვითარდებით სულ ვითარდებით თქვენ სულ რაღაცა ახალი გაინტერესებთ მიხვდით აი თვითონ ეგეთი ადამიანი ხარ ძალიან აი აქ ნახეთ გოგოს აქ რაღაცები უდევს ახლა წერილები რამე ახლა და ანუ სულ რაღაცის ინფორმაციის ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ხოვი რომ ინფორმაციის მოლოდინში ხარ სულ რაღაცას ეძებს სულ რაღაცა აი აჰა სულ სწავლობთ შეხედეთ რა ხდება ნუ აქ ადამიანი არის ვითარდება და იმიტომ ნუ ახლა პრინციპში სხვანაირად არ იქნებოდა აი სხვანაირად აქ არ იქნებოდა თუ ადამიანი არაფერს არ სწავლობს ურთიერთობებში ან საერთოდ არ ვითარდება არ ვერ მიაღწევს ასეთ თემას ხა ეს არის აი აქსიომა რა კიდე მაგისი ნამდვილიც რა ხვები თქვენთან ერთად ყოფნა ვისაც აქტუალურია შვილები ხო ბედნიერება ნამდვილად აი ნუ ხა აქ ხა 4-იანი არის ახლა ზოგი კითხულობს მაგას როგორც კორწინება მაგასაც კორწინება აგერ შეიძლება იყოს რა აქ ახლა ყოველ შემთხვევაში არის მომენტი როცა აი ნამდვილად ერთად მინდა ვიყოთ ერთად ვიცხოვროთ ერთად გავიხაროთ ერთად ვიბედნიეროთ აი რაღაცა ნუ აქ ნამდვილად ადამიანი კარგად გრძნობს თავს და უნდა რომ კარგად იყოთ თქვენ ერთად აკორწინებაზე მე ვერ ვეთყოდი ჯერ ნამდვილად, მაგრამ შეიძლება სხვა რაღაც კარტი გვაჩვენებს, მაგრამ ნუ თუ ვინც არის უკვე კორწინებაში, ან ერთად ცხოვრობთ სუმცირე, ხო? ესე იგი მაგას მოსწონს იქ სადაც არის და უნდა რომ კიდე უფრო კარგად იყოთ, აი სტაბილურად კარგად მინდა ვიყოთ, თუნდაც ისე როგორც ვართ დღეს, სუმცირე, მიხვდით? თქვენს მიმართ დამოკიდებულება, აჰა, შიში აქ ნახეთ, იმდენად ჭკვიანი ხართ, ან ცხრიანებში ხართ, აი თქვენს მიმართ დამოკიდებული. აბა ვნახოთ რატომ აქ ეგეთი შიში, ეს ტყვილი შიში აქ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მაგას აქ შიში რომ თქვენ მაგას მიატოვებთ, იმიტომ რომ როცა კაცი არის აი ასე დამოკიდებული უკვე სიყვარულში და ამ ურთიერთობაზე, მაგისთვის აი ნუ
ეს როგორც დავიწყე ხო გახსოვთ რომ ზოგჯერ არის თქვათ რომ ადამიანი იმდენად კარგად ვარ რომ მე მეშინია რამე არ მოხდეს ისეთი რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდეს იმიტომ რომ თქვენს მიმართ დამოკიდებულებაც ეგ არის რომ აი даже აქ ისეთ როგორი ინფორმაცია მოდის რომ მაგას უნდა რომ თქვენ საერთოდ აი რამენაერად ანუ იყო დაცული ვიღაცების ფიქრებიდან, ვიღაცების საუბრებიდან, ვიღაც რაღაცა ჭორებიდან, ხო მივხვდით რომ ანუ თქვენზე რომ არავინ არაფერი გაიგოს. აი ასეთი მაქვს ხა აქ მოდის ინფორმაცია, თქვენ თუმა დამოკიდებული. რა არის აბა ეს? ну ხო, აი ეგ არის, ნახეთ, აი თქვენ ხო იძახეთ რომ დაუშვათ, ახლა შეიძლება მაიმე პერსპექტივა როგორ აქვს, თქვენ თუ გონიათ რომ მაგას არ აინტერესებს, ძალიან ცდებით, მაგასაც ძალიან ეშინია რომ რაღაცა უცბად არ გადაგიტრიალდეს თავში და ვაფშე არ მიატოვოთ რა, იმიტომ რომ თქვენ მაგის ის უძვირფასესი ხართ, გაიგეთ და შეიძლება იფიქროს რომ აი ეს შიში აქვს ძალიან ისეთი რომ უცბად ადგეს და რაღაცა არ მოეწონოს და გადაუტრიალდეს რაღაცა twin და წავა. და ეს მაგას ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი არის რა. მივხვდით? აი ეს არის. ვნახოთ ახლა ანუ როგორ განვითარება ხო რო თქვით ახლოს მომავალში, ხო? ну აქ ნახეთ როგორ ახლა კი როგორ განვითარდება მშვენივრად კარგად განვითარდება აქ ახლა დაცული იქნებით მაგისგან ცოტას ეჭვიანებ ახლა ეჭვიანებს ნამდვილად არ გამიკვირდება იმიტომ რომ თქვენ ხართ იცით როგორ აი ძალიან დამოუკიდებელი ძალიან აკეთებთ იმას რაც თქვენ გინდათ როგორც გინდათ თან ძალიან ლამაზი ხართ ძალიან ისეთი მიმზიდველი ხართ გიყვართ აი თან ცეცხლიდან ნავთი ხართ, თან პლუს კიდე ისეთი ტიპაჟი ხართ, რომ თქვენ რო გაევლით 11 კაციდან 15 დაგინახავს. ხო და თუ ავიცი ზუსტად, ამიტომ არ მეშლება რაც თქვი, იმის ჩემი ქართული ენის მიუხედავად, ხო? აი ეს შემიძლია გითხრა და ამას ეხლა იცით როგორი მომენტი უფრო აი რაღაცა დაცვის თემა, იმიტომ რომ საერთოდ ეხლა ხმალების მეფე ეს არის აი ტიპი, რომელიც აი იცავს, მაგრამ ნახეთ როგორ არის ჩუმად, ცეცხლი და ანთია აქ ნახეთ გულში და სულში, მაგრამ აი დაცვა, მინდა დაგიცავო, მინდა რაღაცა აიღა. პლუს კიდე აგრძელებთ თქვენ, აი აქ მაინც განვითარება ეს წიგნი უჭირავს, ხო, ხედავთ ხელში და ანუ მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ქალის გულისთვის. მივხვდით? იმიტომ რომ აქ ხო გვაჩვენეს ჩვენ რომ მეშინია მაგისი და კარგის, ამიტომ მე რაღაცა უნდა კიდე თან, ანუ აქ ნახეთ როგორი პოზა აქვს ამას, რომ აბა ვინმე გაბედოს და ჩემი ქალი წამართვას რა, აი ეგეთი რამე აქვს რა. ვნახოთ ახლა როგორ შეიძლება მოხდეს, როგორც ჩვენ თქვით, რამდენიმე თვის მერე, ხო? იგივე რა, აქ ახლა იგივე რაღაცა სიტუაცია, ხო გეუბნებით, აი სულ დაცვის კი, აი ნახეთ ისე გვაჩვენებენ რომ ჩვენი ბიჭი აქ არის ძალიან როგორ იცით რომ აქ ოეჭვლის სხვაობა გექნებათ, მაგრამ აი ეს მაინც ისეთი თემა რომ სხვათა შორის აქ შეიძლება შეიცვალოს რაღაცა უფრო მსუბუქად, უფრო მოეშვება ამას რა გამოიწვევს? აჰა, და გოგოებო, ნახეთ რა ხდება ჩემო ლამაზუკებო. აქ შეიძლება დაუშვათ თუ თქვენს შორის რამე მანძილი იქნება ძალიან მოენატრებით ამ ადამიანს. ნუ შეიძლება წავიდეს, მოვიდეს ან რაღაც, ან მანძილი აქ კი შეიძლება იყოს კიდევაც, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? თუ არის წასული, შეიძლება მომენტი შეხვედრის, ან ნუ ყოველ შემთხვევაში იცით როგორი აი სიტუაცია იქნება ძალიან ნორმალური, კარგი და რა, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ან ჩამოვა
ან დაუშვათ თუ სადმე წასული არის, ან შეტყობინებას მიიღებთ რაღაცას ისეთს, რაც გაგამხიარულებს, ხო? მაგრამ რაღაცა პერიოდი ეს რაც თქვი ჩვენ ესაი რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება თქვათ ახლა თუ, ან სადმე წავა, მოვა, მოიწყენთ, მაგრამ ამავე დროს, აი რო გითხრათ, რომ ძალიან ესეთი რთული პერიოდი გექნებათ, არა. აქ даже პირიქით შეიძლება ან თქვათ შეტყობინებას მიიღებთ მაგისგან ძალიან კარგს, რომელიც თქვენ ახლა გაგახარებთ, თუ შორს ხარ ეს ადამიანი, თუ დაუშვათ ახლა, მაგრამ აქ უფრო ვხედავ რაღაც გისაჯარო გაშლა არის, თუ დაუშვათ თქვენ ხართ ერთმანეთისგან შორს, მაინც თქვენ ახლა ის შორი თქვენ არ დაგაშორებთ. პირიქით, შემიძლია თქვა, რომ უფრო და უფრო არის, იმიტომ აქ ბევრი იმუშავეს ხალხმა, აქ ისეთი ამბავია, რომ რა ვიცი. აქ კარგი სიტუაცია. მოდით აბა ვნახოთ ახლა ჩვენ, როგორც თქვით, ნახევარი წელი, ხო მე ავიღე? ნახევარი წელი. აქ შენ რას გვაჩვენებ? ერთი წამი, მათ ძალეთ ერთი გავარკვიო ეგ სიტუაცია მე. Так. ესე იგი, აქ თქვენ ნახეთ, რა ხდება ახლა შევხედოთ ჩვენ კარგად. მგონი ჯანს, ხო? ჯანს. Так, ნახევარი წლის განმავლობაში, გოგოებო, ჩემო ლამაზებო. თუ დაუშვათ. მაგრამ აქ თქვენ კი არა მგონია, რომ ენერგიულად რა. даже ვეტყოდი. რას ვეტყოდი, იცით? Так, ნახეთ, აქ ექნება ორი ვარიანტი ახლა. პირველი. შეიძლება ვინმესთვის იყოს სიტუაცია. არ ვიცი, საიდან წამოვიდა გოგოებო. თუ დაუშვათ. მაგრამ ეგეთი სიტუაციებიც არის უამრავი ჩემთან, მაგალითად, როცა თქვათ ახლა ურთიერთობა არის ძალიან ხანძლივი, მაგრამ ქალი არის უკვე როგორც ცოლი, მაგრამ ცოლი არ არის. სამკუთხედები. და აი აქ არის რაღაცა მომენტი, რომ შეიძლება აი ეს ნერვიულო რატომ არის აქ? მაგრამ ნერვიულობს, იცით როგორ ახლა თქვენ კი არა გაგცა ნერვიულო. ვიღაცა სხვას აქვს ნერვიულო. Короче, აქ ვიღაცა ნახეთ, შეიძლება ეს ექნება პატარა პროცენტისთვის ვიღაცისთვის, ვიღაცა გაიგებს სიტუაციას, თუ თქვენი ქმარი არ არის ეს ადამიანი, ნახეთ, იმიტომ რომ რა არის რაღაცა მომენტები, რომ შეიძლება რაღაცას გაიგებთ თქვენ, მაგრამ მე რატომღაც აი ეს თქვენ მგონი ხართ აქ. თქვენ მგონი ხართ აქ, მაგრამ ამავე დროს თქვენთან კი არ არის აქ რამე სანერვიულო, თქვენ კი არ ნერვიულობთ. არ მომდის ეს ინფორმაცია, რომ თქვენ თუ დაუშვათ, რამეს გაიგებთ თქვენ სიტყვაზე, ხო? ან ეჭვიანებთ, რომ თქვათ, ვინმე ყავს, თქვათ, მაგას ვიღაცა, თქვათ, გამოჩნდა, ხო? აი დაუშვათ. როგორც ინერვიულებთ, ისე გამოვხვალთ იმ ურთიერთობიდან, იმიტომ, აი ურთიერთობიდან, კი, ზოგი გამოვა ურთიერთობიდან, კი ბატონო, იმიტომ რომ არენდომება მაგას მანდ ყოფნა, მაგრამ უბრალოდ რა არის, ისე ზოგისთვის მოდის ინფორმაცია, რომ თქვათ შეიძლება ადამიანი, თქვათ, რამეზე დაიჭიროთ და მერე წავიდეს და მაგრამ მერე ისევ დაბრუნდება და კარგად იქნებით. აი ეს მინდა თქვა, რომ მოკლედ რომ თქვათ ორი სიტყვით, მაგრამ მე ვარჩევ ახლა აქ სიტუაციას, რომ
ყველასთვის არ არსებობს ეგეთი ინფორმაცია, გაიგეთ, არ არსებობს, იმიტომ რომ აქ ძალიან ამეტანი კარგი თემა არის რა. აქ ფიქრობ მე რომ თქვენ ურთიერთობაში რა შეიძლება მოხდეს 9 წლის так, მოიცადე. Всё. კი. ანუ 9 წლის განმავლობაში. მაგრამ როგორ მე ასე ვფიქრობ, რომ ტყვილი იქნება აქ რაღაცა ტყვილი, იმიტომ რომ ამას წასვლა არ უნდა თქვენგან, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისთვის ყველაფერი. შეიძლება ვიღაც რაღაცა ტყილში დაიჭერთ მაგას, მაგრამ მე ინერვიულს, მაგრამ მე მივხვდებით, რომ ეს იყო სისულელი, იმიტომ რომ თუ მანძილია, მით უმეტეს, გაიგეთ? მაგრამ მე მივხვდებით თქვენ, რომ ეს ყველაფერი ეს იყო რაღაცნაირად, მე ვფიქრობ, რაღაცა აი იცის ხოლმე რა ეგეთი რამე რა, რომ აი რაღაცა ჭორი რამე, რაღაცა სიტყვიან, რაღაცა ეგეთი და მაგრამ აქ ურთიერთობა იმდენად ძლიერია, რომ შენ არ ჩუნდება. არ გაუშვებთ, არ წავა. და პირიქით, მე გაიგებთ კაი ინფორმაციას, რომ კარგად არის. აი 1.0001%-ისთვის იქნება, შეიძლება ვაფშე 1 ვიმესთვის, ეგ ინფორმაცია, რომ შეიძლება დაუშვათ, აი აქ მოხდეს რაღაცა მომენტი ისეთი, რომ ადამიანი წავიდეს. და გაიგებთ, რომ ოჯახი შექმნა. მაგრამ ეს იმდენად აი დაბალი პროცენტი, რომ შეიძლება ახლა რა გითხრათ რა. უფრო აი ეს მომენტი აქ მოდის, რომ შეიძლება რომ თქვათ რამეს ანდაჟი რა არის ახლა მფიქრობ, რომ თქვენზე ვიღაცა გამოჩნდება, ვითომ კარგად ხართ, ინერვიულებთ. მე იქნება გადავშთ რამე ინფორმაცია გაიგოთ. მე გამოდიხართ, მაგრამ ჩაიკეტებით, არს დაელაპარაკებით. მე მიიღებთ რამე შეტყობინებას და მე ისევ იქნებით ერთად. აი ესეა, უფრო. Так, ვნახოთ ახლა ჩვენ რამდენად მზად არის თქვენთან ურთიერთობის განვითარების. ნუ ახლა იმპერატრიცა, ხო, იმიტომ გითხარით, აქ რაღაცა ისეთი თემა არის, რომ იმდა გამიხსნა, ამდენი ხანი ხوار დავხარჯებდა მაგის იმასე. კი, თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი. აქ რაღაცა ტყილია. იცით რა იქნება? თქვენი შემოწმება. აი ის ნუ ჩვენ ახლა ხوار ისე რომ თქვა ახალ ეტაპზე რომ გადაგიყვანოთ, არის აქ რაღაცა თემები, ყოველთვის გვეძლება ესეთი თემები, რომ ჩვენ შეგვამოწმონ, რომ აი ნამდვილად მზად ხარ, ნამდვილად ის ხარ, ასე ხარ და რაღაცა და აი ეგ თემები იქნება აქ. თქვენ მაგისთვის აი თუ ცოლი ხართ ისე დარჩებით, თუ არა ხართ თქვენი ცოლობა უნდა თუ არა და უძვირფასესი ხართ, როგორც მათ ჩვენ აქ სად არის სადღაც იყოთ უზპინდაღლეს. და საერთოდ თქვენ ახლა აი ეს ურთიერთობა გაგრძელდება უეჭველი, ძალიან მაგრადაც გაგრძელდება, თქვენ გაგშეთ თავსება ძალიან კარგი. ერთმანეთს აძლევთ თქვენ იმას, რაც სჭირდება ორივეს და ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ უეჭველი არა აქ ძალიან კარგი ურთიერთობა, ეს კარმული თემა არის, კი ბატონო, მაგრამ აქ გადადიხართ მონათესავე სულები, აქ უკვე მონათესავე სულებში გადადიან. Просто აქ შეიძლება აი ამან ცოტა გამჭედა, რომ შეიძლება აი აქ იყოს ცოტა რაღაცა შეგამოწმებენ კიდე ერთხელ, გაიგეთ და მე უკვე ვსო. იმიტომ რომ აქ ხანახად თქვენ ხო 10-იანებში ხართ ახლა, აქ არის სადღაც ტუზი ხო იყო. აი მე ხო გითხარით თქვენ რომ რაღაცას ამთავრებ და გადადიხართ ახალ ეტაპზე, ხო? ცოტა კიდე გექნებათ კარგი ბაერამობა, მე რაღაცა შემოწმება მოხდება ისევ რამდენად გჯერა, რამდენად შენ ნამდვილად და ანუ ასე შემდეგ და ჩვენ მაგასაც რა თქმა უნდა განვიხილავთ თუ რამე იქნება და მე გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და ის აი უკვე მიდიხართ ისე დუზიდან 10-იანში გადადიხართ, გაიგეთ? ანუ უცბად მალე გაევლით ამას. იმიტომ რომ ახლა
1-დან 10-მდე, მე ხმართ ჩემ. საერთოდ 2-დან 10-მდე ძალიან გრძელი გზა არის, გაიგე და აქ თქვენ უცბად გადადეხართ რა. ანუ ეს არის აი უცბად რაღაცას შემოწმება თქვენი ურთიერთობის რა. აი ეს არის, არაფერი აქ ესეთი არ არის, რომ ინერვიულად უბრალოდ ხა გაფრთხილებულები ხართ და გეცოდინებათ, რომ ისე აქ იქნება თქვენ რამდენად დაიჯერებთ, გაიგეთ ამ პარტნიორს. ეხლა ჩვენ მაგით ხო არ ვამთავრებთ, ეხლა გვექნება კიდე გაშლები და ამ პერსპექტივაზე ბევრჯერ გავაკეთებ და უბრალოდ ეს არის, რომ ჯერჯერობით ეგეთი ინფორმაცია არის. ხოლო აი იმიტომ არ მიყვარს ხოლმე ცოტა ისეთი ნეგატიური, ასე თქვათ, ეხლა ინფორმაციის გაცემა, იმიტომ რომ ადამიანს აი ხა ნახეთ რამდენი კარგი ვილაპარაკი, ახლა ვიღაცა დაიციკლება, იმდენს იფიქრებს და დაატრიალებს ამ ინფორმაციას, რომ მართლა შეიძლება მოიზიდოს რაღაცა უაზრობა და მაგაზე ნუ ფიქრობ, ეს იქნება გამოცდა, всё, რომელსაც თქვენ შვენივრად კარგად გაივლით. მიხვდით? აი არ დაიციკლოთ, თუ არასოდეს არ გეტყვით არაფერს ისეც გასაფრთხილებელს. რომ მე არ იმას აქნათ, მინდა რომ კარგად იყოთ, ამიტომ მიბუჯებთ გაშლას ახლა და ვიღაცას просто უგრძნობ რომ დაიწყო, ხა ის დაიციკლება და ეგ არის. всё. მიყვარხართ ძალიან და გისურვებთ სიხარულს და ბედნიერებას.